მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე უნცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდის სამების საპატრიარქო ტაძარში გრძელდება. ტაძართან იმ მოქალაქეების ნაკადი არ წყდება, რომლებსაც კათოლიკოს პატრიარქისთვის უკანასკნელი პატევის მიგება სურთ. სამების საპატრიარქო ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხით იყო სავსე მთელი ღამის განმავლობაშიც. მესამე დღეა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმრებს იღებს. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სამძიმრის წერილს აქვეყნებს. გულწრფელ სამძიმარს უცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს მისი სულიერი ლიდერობა და უყევი მემკვიდრეობა თაობებს აამახსოვრდება, წერს მარკო რუბიო. ასევე ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ მეუფეშიოს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული საიმიგრაციო იურიდიული კომპანია ქამხაძე PA Immigration Law firm-ის დამფუძნებელი ანა ქამხაძე განმარტავს, რომ $5,000-დან $15,000-მდე დეპოზიტისგან გათავისუფლება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სამოგზაურო და ტურისტული ვიზის მისაღებად დაუწესა, არა კონსულის, არამედ ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი. ამის შესახებ ანა ქამხაძემ საქმიანი დილის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატების კანონმდებლობით $15,000-მდე დეპოზიტის მოთხოვნა ამ დრომდეც იყო ინდივიდუალურ შემთხვევებში, თუმცა 2 აპრილიდან ეს გადასახადი საქართველოს მოქალაქეებისთვის სისტემური კომპონენტი ხდება. ანა ქამხაძე ასევე აღნიშნავს, რომ სავიზო რეჟიმის დარღვევა მხოლოდ ვადაგადაცილებას არ მოიაზრებს და დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ასევე არასაიმიგრაციო სტატუსიდან საიმიგრაციო სტატუსზე გადაცვლის მცდელობა. ცნობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო საგარანტიო საპილოტო პროგრამა 59 სხვა ქვეყანასთან ერთად საქართველოსაც გაავრცელა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში ბიზნესისა და ტურიზმის მიზნით B1 ან B2 კატეგორიის ვიზის მისაღება $15,000-მდე ფინანსური გარანტიის ეგრეთ წოდებული ბონდის წარდგენა მოუწევთ. საპილოტო პროგრამა ძალაში 2026 წლის 5 აგვისტომდე. სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქციებისა და უკვე საქართველოს საკონსულოს განმარტების მიხედვით ბონდის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება სისტემური კომპონენტი. ეს აღარ არის ინდივიდუალური გამონაკლისი, ეს არის უკვე სტანდარტული პროცედურა. გამონაკლისი აქაც ფორმალურად არსებობს, მაგრამ ძალიან შეზღუდულია. გადაწყვეტილება მიიღება არა საკონსულო დონეზე, არამედ ცენტრალურ დონეზე ვაშინგტონში და უკავშირდება ძირითადად ამერიკის ეროვნულ ინტერესს და ჰუმანიტარულ შემთხვევებს. აქ ცვლილებები უკვე ძალიან კონკრეტულია. ტურისტული ვიზა ხდება ერთჯერადი და მოკლევადიანი 3 თვიანი ვადით და ქვეყანაში ყოფნის ვადა ხშირად განისაზღვრება მხოლოდ 20 დღით. ანუ სისტემა გადავიდა კონტროლირებად მოკლე ციკლებზე დაფუძნებულ მოდელზე და ეს არ იქნება წლიანი ვიზა, რომლის გამოყენების შემთხვევაში როგორც წესი 6 თვით დაიშვებოდა აპლიკანტი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი კიდევ 5.20 თეთრით, დიზელის კი 15.32 თეთრით გაიზარდა. გალფის ქსელში საწვავის ღირებულება 12 მარტის შემდეგ 17 მარტს შეიცვალა. ჯამში ერთკვირიან ჭრილში გაძვირება 20.32 თეთრია. ვისოლის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი ბოლოს 14 მარტის შემდეგ 19 მარტს შეიცვალა. ბოლო 1 კვირის ჭრილში საწვავის ტიპის მიხედვით 18.30 თეთრით გაძვირდა. სოკარის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს დღეს შეიცვალა, მანამდე კი არქივის მიხედვით ცვლილება 17 მარტს და 11 მარტს ფიქსირდება. 11 მარტის შემდეგ საწვავის სოკარში 8.32 თეთრით არის გაძვირებული. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, მცირედი კლების მიუხედავად მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე კვლავ მაღალი ფასი ინარჩუნდება. ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით $94-მდეა გაძვირებული. თვიურ ჭრილში 50%-იანი მატება ბრენტის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე თითქმის $108 აღწევს. რეკორდულად გაძვირებულია რუსული ურალსი, რომლის ფასიც ბარელზე $104 აჭარბებს. ბოლო ერთ თვეში ურალსი 77%-ით არის გაძვირებული, $94 ივაჭრება WTI. როგორია მოლოდინები გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასთან მიმართებაში და უნდა ველოდეთ თუ არა საქართველოში საწვავის მორიგ გაძვირებას? სტუმართან ცენტრაპეტროლიუმ ჯორჯიას გენერალურ დირექტორთან ზალ იაკობიძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე 15 საათსა და 30 წუთზე.
ნავთობის თითოეული შესყიდვისას ბრიტანელი და შვეიცარიელი იურისტების დასკვნებს ვიყენებთ. ამის შესახებ BMG-ს Black Sea Petroleum-ში განუმარტეს. BMG ყულებში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა და აქტუალურ კითხვებზე პასუხები კომპანიის გენერალური დირექტორისგან მოისმინა. დავით ფოცხორია ინტერვიუში ყვება ქარხნის მუშაობის სქემაზე და სამომავლო გეგმებზეც. მისი თქმით, ნედლეული ქარხანაში მოხვედრამდე მრავალგზის შემოწმებას გადის და მოწმდება როგორც ნედლეულის წარმომავლობა, ასევე ტრანსპორტირება, ლოგისტიკის მთლიანი ჯაჭვი. საბოლოოდ ნედლეულის მიღება ხდება სოკარის ტერმინალის გავლით, რომელსაც ასევე აქვს მთელი რიგი რეგულაციები. კომპანია ასევე სარგებლობს სპეციალური საინფორმაციო ბაზითაც. Black Sea Petroleum-ის ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პირველი ფაზა უკვე დასრულდა და შედეგად საწარმოს 200,000 ტონა ნედლი ნავთობის გადამამუშავება უკვე შეუძლია, რაც საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელში აისახა, რამაც გააჩინა კითხვებიც, ხომ არ ხდება ყულების ტერმინალის და ქარხნის გამოყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამ ფონზე ყულები განიხილებოდა ევროკავშირის სანქციების მეოცე პაკეტში, თუმცა საბოლოოდ საქართველოდან მიღებული დოკუმენტაციების შემდეგ ნავთობტერმინალის სანქციებში შეყვანა არ მოხდა. ჩვენ იქამდე სანამ ასე ვთქვათ ჩვენს აუზებში მივიღებთ ნედლეულს, ეს ნედლეული გადის ბევრ გზის შემოწმებას. დაწყებული საბაჟო და შემოსავლების სამსახურის როგორც ნედლეულის წარმომავლობა, ისე სავაჭრო ჯაჭვები, ისე ტრანსპორტირების და ეს ლოგისტიკური მომწოდებლები და ამ ლოგისტიკის სერვისების ტრანსპორტირების სერვისის გამწევი კომპანიები. ხო, მთელი მდგენელები მოიკვლევა. შემდეგი, ესე ვთქვათ, ჭიშკრად შეგვიძლია აღვიქვათ ამ საკითხში სოკარის ტერმინალი. სოკარის ტერმინალს უკვე თავის ხრივ აქვს ინსტრუმენტები, რომ არ დაირღვეს სასანქციო რეგულაციები, იქნება ეს საერთაშორისო, ხო, იქნება ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის. გვაქვს ჩვენი KYC სისტემები, იცნობთ შენს მომხმარებელს როგორც უწოდებენ სისტემები, რომლებშიც გაწევრიანებული ვართ, ასე ვთქვათ, საწევრო გადასახადს ვიხდით, დაერთებული ვართ ამ ასე ვთქვათ ინფორმაციულ ბაზაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა აღვნიშნოთ, რომ ბრიტანულ და შვეიცარიულ იურიდიულ ფირმებში ვიღებთ ეგრეთ წოდებულ იურიდიულ მსჯელობებს. სრულ ინტერვიუს დავით ფოცხორიასთან კომპანია Black Sea Petroleum-ის გენერალურ დირექტორთან შემდეგ კვირაში იხილავთ, ისევე როგორც დეტალურ ტურს ყულებში ამოქმედებულ და პარალელურად მშენებარე პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე საქართველოში, რომელსაც ფლობს კომპანია BSP, იგივე Black Sea Petroleum-ი. საქართველოში მზის პანელების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 30 მილიონი დოლარის ღირებულების პანელები შემოვიდა, რაც 12-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. ეს კი იმ ფონზე, რომ გლობალურ ბაზარზე მზის პანელები გაზრდა, იშვიათ მინერალებზე ფასის ზრდის გამო ჩინეთმა პანელების რეალიზაციაზე რეგულაციები დააწესა, შედეგად განახლებადი ენერგიების ამ ტექნოლოგიაზე პანელებზე ფასი წლის დასაწყისიდან დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. მოსალოდნელია, რომ 1 აპრილიდან ჩინეთი კიდევ 1.9%-იან შეღავას მოხსნის მზის პანელების ექსპორტზე, რაც პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებს იმ ქართულ ინვესტორებს კი, რომელსაც მზის სადგურების პროექტებზე განაცხადები ჰქონდათ შეტანილი. ეკონომიკის სამინისტროში სავარაუდოდ დაბრკოლება შეექმნებათ აუქციონებში. სახელმწიფოს ტარიფი მზის სადგურებზე 5.6 ცენტი იყო, პანელების გაძვირება კი ინვესტორებს პროექტების ხარჯებს გაუზრდის. როგორ აისახება ქართულ ბაზარზე მზის პანელების გაძვირება და რა გავლენა ექნება მას მზის სადგურების პროექტებზე? ეკა გაზდელიანი მუშაობს თემაზე და შეფასებებს მომდევნო გამოშვებებში გაგვიზიარებს. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. მიმდინარე ფასებში კი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 12.4%-იანი ზრდა. საქსტატის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლეტების რემონტი 4.8% და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.3%. შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა 9.1%, ინფორმაცია და კომუნიკაცია 8%, მშენებლობა ასევე 8%. ყველაზე სწრაფად მზარ დარგებს შორის კი არის ინფორმაცია და კომუნიკაცია, რომლის ზრდის ტემპმა 28.7% შეადგინა და განათლება 24.9%-იანი ზრდის ტემპით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორის ზრდამ კი 12.9% შეადგინა. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი, ჩვენ უკვე ერთმანეთს 13 საათსა და 40 წუთში ხვდებით დროებით.